გამარჯობა, ვაგრძელებთ თხრობას. ეს იქნება მესამე ნაწილი ქართლოსიანთა უძველესი ისტორიისა, რომელშიც ვისაუბრებთ ისევ თარგამოსიანების, რადგან დაგვრჩა გასარკვევი ერთ-ერთი მეტად მნიშვნელოვანი საკითხი, საიდან მიგრირდნენ თარგამოსიანები არარატ მასისის მთიანეთში და ამის შემდეგვე დავიწყებთ ქართლოსიანების ისტორიის შესახებ თხრობას. წინა ვიდეოდან ისევ გავიხსენოთ ეს ცნობა. თარგამოსისთვის წერილ არს მატიანეთა შინა ქართლოსიანთას, ოდეს აღაშენა ნებლოტმა გოდოლი ბაბილონისა და განხო ენა ყოვლისა ქვეყნისასაც, წარმოვიდა მაშინ თარგამოს მამაი ქართლოსისა, ჰაოსისა და სხვათა ძმათა მათთა, მრავალთა ნათესაურთურთ მათთა,ერითა დიდითა და დაემკვიდრა არარატისა და მასისისა მთათა შინა, მაგართა და შეუღართა. ბატონიშვილი გვერდი 28. ჩვენი აზრით თარგამოსიანები დაბრუნდნენ იქ, საიდანაც ნოემ და მისმა შვილებმა წარღვნის შემდგომ დაიწყეს ცხოვრება. წინა ვიდეოში უკვე ავხსენეთ, რომ თარგამოსი პირდაპირ შთამომავალი გახდა ნოეს შვილის, იაფეთის ძის გომერის. არსებობს თუ არა ხელჩაშლილი ისტორიული ცნობები ამ საკითხის სიხნისეულად დასადასტურებლად, ერთი რომელიმე წყაროს მიხედვით თქვათ ავიღოთ ეს წყარო და მასში ფიქსირდებოდეს თარგამოსიანთა ადრინდელი განსახლების არეალი, ასეთი მონაცემი არ არსებობს, თუმცა გამეორდეთ დაზუსტებით ვიცით თარგამოსის გენეალოგია, მოსეზე, ეზეკიელზე, თეიმურაზ ბატონიშვილზე და სხვებზე დაყრდნობით. რის შესახებაც მოგითხრეთ წინა ვიდეოში, რაც თავისთავად მნიშვნელოვანი ქართველური ეთნოსის ჩამოყალიბების საკითხის შესწავლის მიმდინარეობისას და ამასთან მყარი არგუმენტია იმისა, რომ მოდავე მხარე თუნდაც კირკიტის შემთხვევაში სამუდამოდ დადუმდეს. მოგეხსენებათ ამ საკითხებს დაკავშირებულ საქართველოს უძველეს ისტორიასთან ბევრი მტერი და მოშურნე ჰყავს. ამიტომ ჩვენ შევეცადეთ სხვადასხვა წყაროებში გაბნეული ცნობები შეგვეკრიბა, ანალიზისა და არგუმენტების შემდგომ კი წარმოვადგენ თქვენს წინაშე. წარღვნის შემდგომი პერიოდისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონის კასპია, შავი ზღვა, სპარსეთის ყურის აუზში ჩამოყალიბდა სამი განსხვავებული კულტურა. სამეცნიერო ინფორმაცია, ელამელები ძირძველი ქალკოლითის ხანის დაახლოებით ძველი წელთაღრიცხვის 4500-3500 წლების ახლო აღმოსავლეთში ირანელები იყვნენ, რომლებიც წარმოიშვნენ კავკასიის, ზაგროსისა და ანატოლიის ფერმერული პოპულაციების ნაზავიდან, რომელთა გენეტიკური წარმომავლობა თანამედროვე ირანულ პოპულაციებთან უწყვეტ კავშირს აჩვენებს. სპარსული, ფარსი, ინდო-ევროპული ენა, მაშასადამე ის არ არის დაკავშირებული იაფეტურ ენებთან, ისედაც ელამი გახდათ სემის ძე. შემდეგ იყო მტკვარ-არაქსის კულტურა, მის შესახებაც გესაუბრეთ წინა ვიდეოში და აღვნიშნეთ, რომ წარმოადგენდა ქამიტურ კულტურას. და ბოლოს შუმერული კულტურა, ტიგროსა და ევფრატს შორის ჩამოყალიბებული, რომლის ნაწილსაც შეადგენდა იაფეტური კულტურა. ახლა გავიხსენოთ ძველი აღთქმის ტექსტის ის ნაწილი, სადაც ნოე მიმართავს თავის შვილებს, სემს, ხამს და იაფეტს. თქვა წყეულიც იყოს ქანაანი, თავის ძმების მორჩილთა მორჩილი იყოს. თქვა კურთხეულ იყოს უფალი, ღმერთი სემისა, მორჩილად გაუხდეს მას ქანაანი, განუფართოს ღმერთმა იაფეტს, სემის კარვებში დაემკვიდროს, დაემორჩილოს მას ქანაანი. დაბადება 9:25-27. მოდით ავხსნათ ეს ცნობები ისტორიული ქრონოლოგიის მიხედვით. კურთხეულ იყოს უფალი ღმერთი სემისა, მორჩილად გაუხდეს მას ქანაანი, ანუ მართლაც ასე მოხდა ისტორიულად, სემიტებმა დაიმორჩილეს ხამიტები, ხოლო რაც შეეხება ამას, განუფართოს, განურჩოს ღმერთმა იაფეტს, სემის კარვებში დაემკვიდროს, დაემორჩილოს მას ქანაანი, ესეც ახსოვდა. იაფეთის მოდგმიდან თარგამოსიანები გამოეყვნენ შუმერებს, წამოვიდნენ არარატ მასისის მთიანეთის მიმართულებით და დაიმორჩილეს ქამიტები, მტკვარ-არაქსის კულტურის ხალხი. ეს შევიწროებული ხალხი დაეძრა შუმერის მიმართულებით, ხოლო შუამდინარეში დარჩენილი შუმერების დიდი ნაწილი სარგონ დიდმა მართლაც დაიპყრო და შექმნა ერთიანი აქადური სახელმწიფო. აქადური ენა მიეკუთვნება სემიტურ ენას, სადაც სემიტებისა და ქამიტების შთამომავლები სახლობდნენ.
ამ აღრევას შერევის ქრონოლოგიაც ურთიერთთავსებადი ეს არის ძველი წელთაღრიცხვის მესამე ათასწლეულის პირველი ნახევარი, მაგალითად თარგამოსიანებისთვის ძველი წელთაღრიცხვის 22 საუკუნის ბოლო ბოდიშით, ხოლო სარგონისთვის ძველი წელთაღრიცხვის 24 საუკუნიდან შემდგომი პერიოდებიც. ზოგადად ეს საკითხი შეგვიძლია ასე ჩამოვაყალიბოთ: სებრიტებმა დაიმორჩილეს ქამიტები, მოაქციეს ერთიანი სახელმწიფოს არეალში, მათ შორის შუამდინარეთში ცხოვრები ხალხი, იაფეტიდები, ხოლო თარგამოსიანებმა კი დაიკავეს ქამიტთა განსახლების არეალი, მყარალაცის კულტურა და შემდგომ უკვე ქართლოსიანებმა მთელი კავკასია. როგორც ზემოთაც აღვნიშნეთ, მცირე ნიშნებები ამ საკითხებთან მიმართებით შემორჩენილია სხვადასხვა ისტორიულ და რელიგიურ წყაროში, რომელთა დაკავშირებაც ასე თუ ისე შევძელით. ამასთან ჩვენს დასკვნებს ასევე არგუმენტირებულად ამყარებს ქართული და შუმერული ლინგვისტური ურთიერთკავშირები, რომლებსაც ზოგიერთი მეცნიერი აღიარებს და ზოგიც არა. ოღონდ არ მაღიარებელთა მყარი არგუმენტები არ გააჩნიათ ზოგადი ფორმით, რომ ვთქვათ, ასეთ განმარტებას აკეთებენ. ქართულ და შუმერულ სიტყვათა მსგავსება მათ ერთიან საწყისს არ ნიშნავს და შეიძლება ამაზე ითქვას, ეს უფრო სიჯუტია ვიდრე არგუმენტი. ფიცი მწამს ბოლო მაკვირვებს ამ ქართული ანდაზისეული სამეცნიერო ინფორმაცია. გენეტიკური კვლევების მიხედვით შეგვიძლია ვივარაუდოთ პოტენციურ, თუმცა არამტკიცედ დადასტურებულ ქართველებსა და უძველეს მესოპოტამიელ ხალხს შორის კავშირებს, მათ შორის შუმერებთან მიმართებით. ნეოლითური, ანატოლიური, ახლო აღმოსავლური წარმომავლობისა და იგრეთ დნმ ჰაპლოჯგუფების მეშვეობით. კერძოდ, ჰაპლოჯგუფ GM201-ის გავრცელება საქართველოში 39% და მისი JM172-თან ერთად ყოფნა ახლო აღმოსავლეთში მიუთითებს უძველეს მიგრაციაზე, კულტურულ ან წინაპრულ კავშირზე კავკასიასა და მესოპოტამიის რეგიონებს შორის. ასე რომ სხვადასხვა ისტორიულ წყაროებზე დაყრდნობით, ასევე ძველი აღთქმის ცნობების გათვალისწინებით ჩვენ შევძელით თარგამოსიანთა წარმომავლობის გენეალოგიისა და განსახლების არეალის დადგენა, მიგრაცია და შემდეგ ვიდეოდან უკვე დავიწყებთ ქართლოსიანების ისტორიის შესახებ თხრობას. ანუ თქვენს წინაშე წარმოადგენთ ბოდიშით ქართლოსიანთა უძველეს ისტორიას, არაშელამაზებულს და გაყალბებულს, ისეც როგორიც ის შემორჩა მეორე უძველეს წყაროში. ამასთან თრიალეთის ქართლოსიანთა და შუმერთა კულტურების არქეოლოგიური არტეფაქტები ურთიერთიდენტურია, ღვთაებები, საყოფაცხოვრებო და სამეურნეო ნივთები და ასე შემდეგ. ამით დავასრულოთ. მხოლოდ გამოიწეროთ ჩვენი არხი, უყუროთ ამ და სხვა ვიდეოებს ბოლომდე, რადგან ჩვენ საუბრობთ მხოლოდ საქართველოს უძველეს და უცნობ ისტორიაზე, ამასთან ჭეშმარიტზე. მოგწერეთ კომენტარები და შეკითხვები. დიდი მადლობა.